ახეც გაუმარჯოს, ახეც. ადრიან ხარეს გაუმარჯოს, გილოცავ გაიხარეს. ძალიან დარჯვა, ძალიან. აბაკეთილი იყო ჩვენი ფეხი ამ ოჯახში. მოგზავნდი, მოგზავნდი. აქედან შევავხოთ, აქედან. აბა შემოძმებო და მეგობრებო. დღეს ჩვენ იმის პატივი გვაქვს, რომ სრულიად საქართველოს ამ 1 იანვარს დილიდან მივულოცოთ ახალი წლის მობრძანება, შობა ახალი წელი და თქვათ ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, როგორც საკუთარ სახლში ისე სტუმრად, დღეს ჩვენი მეგობრის ოჯახში ვიმყოფებით, ჩვენი ზურა ჩაიზის და მოდი აი ამ ლამაზ გარემოს, აი ამ საოცარ განწყობას დღევანდელ დღეს რაც უფროს ყველა ქართულ ოჯახში, რაც მიესადაგება და რაც ყველა ქართულ სუფრასთან როგორც წესი ითქმება ხოლმე, იმ სადღეგრძელოთი გავხსნათ ჩვენი დღევანდელი სუფრა. უფლისადიდებელი თქვა, წამოვუდგეთ ფეხზე, ღმერთს დიდება და ჩვენ მშვიდობაო. მადლობა უთხრათ იმისთვის, რომ ეს ახალი წელი ესე რიგიანად და ლამაზად მობრძანდა, სიკეთე, მშვიდობა და ყველაფერი საუკეთესო მოიტანოს. მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. გაუმარჯოს. მინუა გადასარევი. კარგია. ახლა ხო იცი რა თქომია. პირველი მრავალჟამიერი სუფრასთან თამადამ უნდა წამოიწყოს. 100 წელი და არ უნდა დავარღვიოთ, სადაც სამართალია და მაშინ ცოტა სხვანაირო გამოგვივიდეს თამადამ და მასპინძელმა ერთად თქვათ მაშინ პირველი მეორე. აჩვენოთ მე რომ უბრალო მასპინძელი არ ვქოთ, მუსიკალური მასპინძელი ვქოთ. აბა, დავწყოთ.
მრავალჯამიერზე, გია, კარგი გითხრა, მრავალჯამიერზე და თამადის დამოკიდებულებაზე ერთ კაი ამბავი. ხონებოდა მიშიკო შენგელიანი მოყვა ჩვენთან ოჯახში და მე მეორე ვერსია მაგის მაქვს, მოცვენილი ჩემი უყური ჯოხონიძის უახლოესი მეგობრისგან, ბატონი გივი მარგველაშვილისგან, ცნობილი თამადის და ძალიან კაი პიროვნებისგან. პატარები არიან ესენი თურმე 18-19 წლის და მიშიკო შენგელიას ბიძა, ცნობილი მოკეიფე თამადა თქვენ იცით და საზოგადოებამ ძალიან ბევრმა. ჯორჯიკა იაშვილი კოლორიტული ადამიანი, შესანიშნავად რომ ღეროდა და ჯორჯიკა ისვენებს ლიკანში. ეს ის გამონაკლისი პერიოდია კეიფისგან თავისუფალ დროს, როცა ლიკანში ძალების აღდგენას ესე იგი ემსახურებოდა მითისი ყოფნა და ამათმა გადაწყვიტეს რომ მოდიო ჩავაგეთო. ბიძა ჩემსო, სამეგობროსთან ერთად და ეს სიამოვნება დავყადიჯოთო სოფრახა ის არაკლიაო, მაგრამ აი ჩვენგან ეს სიამოვნება და 18-19 ბიჭებმა ყველა რო კარგად ღეროდა გივის გარდა, იმიტომ რომ გივის შესანიშნავი ხმა აქვს. ღმერთმა მოგცა სიტყვა პასუხი, მაგრამ სმენა საუკეთესო სმენით ვერ გამოირჩევა. ერთ ხუთი კაცი ვართო, ყველა კარგად ღერის ჩემს გარდა გივიყვება. ჩავედით და მივინე გაეხარდა თუნდაც ჯორჯიკას გითხება ქონდა და თურმე ესეთი და ბიჭიკო ტანინიანი ვინოს გასულა ესეთი ჩახრინწული და გაეხარდა ამას და ეს გენაცვალი და ჩემო გივი შენ უნდა იყო თამა და დანიშნა თურმე გივი თამადად. ნუ გივი შეუულია გამაბლუას და პირველი სიტყვა რო თქვა და მოეწონა მისავერძელო მიშიკო და შენ გაიხარე ჩემო გივი ახლა ხო იცი პირველი მრავალჯამიერი ქართულ სუფრასთან თამადამ უნდა წამეიწყოს შენ უნდა წაიწყო და გავფუჭდიო გივი გავ ეგ არ ეთქვა ამ მაგარ მოღელებთან შემოწერვა დაიწყო მრავალჯამი დააჩემდა ეს და არა უნდა იყო დაიწყო ბოლო დავიწყე არ შეიძლებოდა გაჩერება და დავიწყე და ატყდა ცოდვის ტრიალი რომ გადავდივარ მირველი და მეორე ხმაზე და მეორედან ბაზე და გადავედი სხვა ტოლობაში დამდებენ და ავაჩქარე შემანერე და როგორც იქნა დავდორა და ჯორჯიკა თურმე ეს კაი საქმე მევითავე და რა საქმე მევითავე ახლა ვიქეი ასე რომ კაი საქმე მევითავე და ჩვენ დღევანდელი დღე არის ნამდვილი დღესასწაული და ყოველთვის არის დაკავშირებული იმედთან, უკეთესი მომავლის, აი შინაგან მოლოდინთან და აი ამ განცდას კიდე ერთი რაღაც უმაგრებს ზურგს. ახალი წელი რაღაცაა დამკვიდრდა და ათადან და ბაბადან და ასე მოყვება ყველა კუთხეს ჩვენს ოჯახებს. პირველ რიგში ოჯახის დღესასწაული, საოჯახო დღესასწაულია. პატარებისთვის არის განსაკუთრებული სიხარული. ამ ყველაფერში არის ის დასაბამიერი სიბრძნე, რომელიც სიცოცხლის გაგრძელებასთან, რომელიც ჟრიამულის, მრავალჯამიერის აღმოშლასთან არის დაკავშირებული. სადღესასწაულო განწყობას პირველ რიგში სწორედ აი ოჯახურ ატმოსფეროში ახალი წლის შემობრძანება ქმნის და მოდი ოჯახები დაულოცოთ. მე მინდა ჩვენი მასმედიის ოჯახის თამადობით, ჩვენი ოჯახების თამადობით, სრულიად საქართველოს მიულოცოთ კიდევ ერთხელ ყველა ოჯახს, ქონოდეს სიკეთე, ბედნიერება, საუკეთესო წელი, ბარაკა, გამრავლების და გამარჯვების წელი ყოფილიყო. ამინ იყოს. აბა ჩემოლაშა მოიმარჯვე გიტარა. გადამრიე დერია ამიშალები ქერებიო თუ მოდიზე გადაურჩი დერია მაი ჩემი ქერებია დერია ციდან მონაბერმა ქარამა საბედნიე გადამომიგდო შენი თავი სასიხარულო მე სულ მუდამ მეყარები არასდროს არ დაგშორდები გამართლოს შენი არესი მე სულ მუდამ მეყარები არასდროს არ დაგშორდები გამართლოს შენი არესი შენზე გეყავარები მეცე ველავარები ვერ გავძალებ თუ ეთამალე
საუკეთესო წელი ყოფილიყო მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ყოფილიყოს მშვიდობა, ყოფილიყოს ერთმანეთის სიყვარული, ქართველის გამარჯვების წელიწადი ყოფილიყოს, გამრავლების და ერთსაც ვითხოვდი კიდევ. ქართული სიმღერის მადლი არასოდეს მოკლებოდეს ჩვენ ქვეყანას, ემღერებოდეს და როგორც ქართველი კაცი ხშირად ამთავრებს ხოლმე სიმღერას, ხინი იქონოდეს მრავალჟამიერ. გაუმართლეთ. Wanna be
აი ამ ახალი წლის პირველ დღეს არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ, არ მოვეფეროთ, განსაკუთრებულად არ მოვესიყვარულოთ იმ ხალხს, რომელიც არა მარტო ჩვენ მთელ საქართველოს ძალიან უყვარდა, რომელთა არსებობა ეს იყო ზეიმი, იყო დღესასწაული. როგორც წესი ჩვენ ყველა სუფრასთან ვიხსენებთ ხოლმე გოგი დოლიძეს, ვიხსენებთ დათო გოგიაშვილს, ჩვენ თავგასას, ზაურ ბოლქვაძე. გურამ თამაზაშვილი, მანამდე ეს დიდი ოთხეული შეიკრა, ქართული ხმები აგერ არიან და აი ამ ოჯახს, ამ მუსიკალურ ოჯახს, ეს ოთხი უწყინვალესი წარმომადგენელი აკლია. მათ შემდგომ მართლაც სულ ცოტა ხნის წინათ წავიდა უსაყვარლესი ადამიანი, ოთარ რამიშვილი. მე მინდა მიშიკო შენგელია გავიხსენო კიდევ ერთხელ ჩვენ ვახსენეთ დასაწყისში. მე მინდა იგივე ჩემი მუსიკალური ოჯახიდან, ივერიიდან, ნათლია ჩემი, ალექსანდრე ბასილაია მოვიგონო, მასთან ერთად ივერიელები, რომლებიც არ არიან დღეს და მოდი ფესზე წამოვუდგეთ აი ამ ადამიანთა ხსოვნას. ჩვენ ახლა კახეთში ვართ და როგორ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ ამლეთ გონაშვილი, როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ დედას ლევანა, მიხა ჯიღაური, ვანო მჭედლიშვილი, სხვები და სხვები. მათი სახით მე მინდა დავულოცო ყველა ის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ქართული სიმღერა და რომელიც თავად ქმნიდა სასწაულს ქართულ სიმღერაში. გაუმართლეთ. გაუმართლეთ კორინთიელს არიქიოში. წყურვალისათვის მიმატანინე წყალი მევალისათვის მიმატანინე ვალი საბნეულისთვის მასავლები მეგაზები შეუწამლავი შემაწამლინეზები მათქემებინე ქვეყანას სიცოცხლედი ებდა მე მომაძებნინე სხვაგან დაკარგული ძმები ამ ჩემს მამულში დამამარხინე ძალები მათქმევინე ქვეყანაც ციცოცხლეღირა მერე წამოვალ სადაც გინდა მათქმევინე ქვეყანას ციცოცხლეღირა მე წამოვალ სადაც გინდა მათქმევინე ქვეყანაც ციცოცხლეღირა მე წამოვალ სადაც გინდა ჩვენს პატარებს, ჩვენ შვილებს, სრულიად საქართველოს ყველას მივიულოცოთ დღევანდელი დღე მათი სახით იყოს სიცოცხლის გამარჯვება, იყოს ხვალინდელი დღის გამარჯვება, საუკეთესო მომავალი საკუთარი ხელით გამოეჭედოთ და რასავარია მშვიდობიანი ზეცა. ქართული განწყობა, სული, გული, ქართული ტრადიციის მადლი, ქართული სიმღერის მადლი არასოდეს მოშლოდეთ. გაუმარჯოს პატარებს, მათი თამადობით ყველას მივულოცოთ კიდევ ერთხელ ჯობა ახალი წელი და ბედნიერი ხვალინდელი დღე უსურვოთ. ამენი იყოს. იმიტომ რომ ყველაზე პატარა მეგონი შენგო. კი, ყველაზე პატარა ლიზა. გაუმარჯოს.
აბა კიდევ ერთხელ თელ საქართველოს ახალი წელი ბედნიერების, სიკეთის, გამრავლების, ხვავისა და ბარაქის წელი ყოფილიყო. მრავალ ახალ წელს. გილოცავ